მედია ტურნირი ჯომართობაში ბორჯომში ტრადიციულად სოფელ ჩიტახევში გაიმართა. ტელე, რადიო და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს გამარჯვებისთვის დაუპირისპირდნენ. მონაწილეობას სულ 18 გუნდი იღებდა. ჩვენ რადიო იმედს ერთხელ აქვს მესამე ადგილი დავიკავეთ. ეს იყო პირველი ტურნირი მედია ჯომართში. მას შემდეგ რეგულარულად მონაწილეობთ და აი წელსაც ეხლაც ასეთი მასშტაბური ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა წინა შეჯიბრებებით. კომენდი არხის სახელით პირველად ვიღებთ მონაწილეობას. თორე ისე მაგალითად არ აგვზე დავიშვით ამას. ჩანსაღი ცხოვრება ყოველთვის არის კარგი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ყოველ სტუდიაში ხარ, ყოველ ჩაკეტილი ხარ, რაღაც ეხლა რომ გამოდივართ, ესე ყველა ტელევიზია ერთ რაღაც სხვა განწყობა არის და მithmetes ბორჯომი ძალიან მიყვარს და ეს ის კარგია. თითოეული გუნდი 3 ქალბატონითა და 3 მამაკაცით იყო დაკომპლექტებული. ჯომართობის მედია ტურნირში ზოგიერთმა გუნდმა მონაწილეობა ამ დღეს პირველად მიიღო. ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯგუფს. წელს პირველად ვღებულობთ მე პირადად და ჩემი თანაგუნდელებით მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ ვართ გამოუცდელები, მაგრამ ძალიან დიდი შემართებით ღებულობდით მონაწილეობას. ხოლო პირველ დაშვებაში მივიღეთ მონაწილეობა და მოდი შედეგს არ დავასახელებ, იმიტომ რომ არც ისეთი სახარბიელო გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მეორე დაშვებაში, როცა უკვე შეჯიბრია და 3 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს, უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი. ჩვენ ვართ ბიზნეს ტელევიზია TV3, ახალი არხი ვართ. პირველი შემთხვევაა, როცა მონაწილეობას ვიღებთ, არა მარტო არხის სახელით, მეც პირველი მონაწილეობად მივიღებ მონაწილეობა, ძალიან მაგარი შეგრძნება. 18 გუნდს შორის ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძოდა ტელეკომპანია ბორჯომის გუნდიც. ჯომართობის მედია ტურნირში ტელეკომპანია ბორჯომი წელს უკვე მეორედ, მე კი პირველად ვიღებ მონაწილეობას. გამარჯვებამდე თითოეულ გუნდს მეტი სისწრაფე, მეტი სითამამე და მეტი აზარტი მიგუყვანს. ახლა მეორე დაშვებისთვის ვემზადებით და იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევთ. შედეგი გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გავაუმჯობესეთ და ძალიან მიხარია. წელს პირველი დაშვება იყო ცოტა სუსტი, მეორეზე უკვე რაღაცა კონკრეტული წესები ავითუ ისეთ და უფრო გავძლიერდით. მესამე დაშვება უკვე შეჯიბრი იყო 3 გუნდს შორის და აქ ცოტა პოზიციებმა შეგუშალა ხელი, რომ პირველები გავსულიყავით, თუმცა ძალიან მაგარი იყო, ძალიან საინტერესო იყო და კიდე მივიღებთ ძალიან ბევრჯერ მონაწილეობას იმისათვის, რომ გავხდეთ ჩემპიონები. ჯომართობაში მედია ტურნირი ტრადიციულია და თითქმის ყოველწლიურად ტარდება. მას მედია 2013 ჯომართობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. დღეს უნიკალურია ჩვენი ტურნირი იმითაც, რომ დღეს 2 თასი გათამაშდება. ერთი თასი მასმედიისთვის, ასე ვთქვათ, ჟურნალისტებისთვის, მეორე კი ბაჩოს თასი ეგრეთ წოდებული, რომელიც პირველად ასევე ჩატარდება ბაჩოს ხსოვნას მიეძღვნება ამ თასის გათამაშება, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები შეეჯიბრებენ ერთმანეთს. გამარჯვების მოსაპოვებლად გუნდებმა ჩიტახევიდან ჭობისხევის ხიდამდე 5 დაშვება განახორციელეს. შეჯიბრი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტურნირის ჩემპიონი გახდა და საჩუქრად თასი მიიღო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გუნდმა. მეორე ადგილზე რადიო იმედი გავიდა, მესამე ადგილი კი ტელეკომპანია GDS-მა დაიკავა. ბაჩოს თასით კი დაჯილდოვდა სპორტ მედიის გუნდი. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ჯომართობაში ტურნირი მედიის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც გაიმართება.